შუა ქალაქში ძალიან პოპულარული რო იყო და მე ერთ დღესაც გადაწყდა რომ სერიალი შეჩერებულიყო და უცებ შეწყდა ეს ჰონორარი და დარჩა პოპულარობა, თუმცა ჯიბეში აღარაფერი. მომეცოცა და ტაქსი წავალ, მე შედიყავი და მოიცა, მეც იქ მოვდივარ და მე გადავიხდი, მე წაგიყვან. მაშინ მომეცი, იქიდან ხონა წამოვიდე, მაინც მომეცოცა. იქიდანაც სახში მოვდივარ, მე ერთად მოვდივარ და მე გადავიხდი და მე წამოგიყვან. კარგი რა, ირაკლი მომეცი და ოცლაი გადაგიმართა. ქონდა რთული პერიოდი ამის გამო? კი, რა თქმა უნდა, მქონდა. უცბად რომ ზე აღმოჩნდები სრული ამ სტუდენტშელობით, მაშინ კიდე უფრო რთული მდგომარეობა იყო თეატრებში, მაშინ უფრო კაპიკები იყო. ღვთისმსალობით მალევე დაიწყო ტიფლისამდე იყო რუსთავიორში იყო რაღაც პროექტი. თლად ესე არ გავჩერებულა რა, რაღაც ფაფხურობდით და მე უკვე იყო ტიფლისი. ბატონო არჩილ, გაიცანით, სპირიდონი. გიცნობ შორიდან. ამ ქვეყანაში ყველა ერთმანეთს იცნობს შორიდან. ხოლო როცა გაგიცნობე, მაშინ იწყება პრობლემები. აჯანყებას მიზანთან ერთად შედეგიც უნდა კონდეს. ქონდა შენ ფიქრი იმაზე, რომ ეს დათო, შენი პოპულარული პერსონაჟის შემდეგ არ დაშტამპულიყავი, თუნდაც ხვების თვალში? კი, რა თქმა უნდა. ვაიმე დათო ალექსიძე, აქედან თუ გამოვედი ცოცხალი, ხო იცი რას გასა. აი, ხო ხედავ, არ დაასხამეთი წყალი, აი, როგორი რეაქცია მე ესეთი მრისწყალეთ ესე დაუნდობელი მე მუხრება. მე ჯოში ვარ. მე არ გიქონი თითქოს რომ კომედიური ჟანრის მსახიობი ხარ და სხვა როლზე თითქოს არც ფიქრობენ, თუნდაც რეჟისორები. ხო, ეგ ვერ გავიგე უყუნთ. როგორ ხარ? მაგრამ ესე ხდება ხოლმე. ხო, ესე ხდება. ხშირად ესე ხდება. ხშირად საქართველოში ხო ესე ხდება. მაგრამ ამ რეჟისორებმა თეატრშიც რომ იარო, კარგი იქნება. კი, ძალიან კარგი იქნება. ხო, იქ რადიკალურად განსხვავებული რაღაცები ხდება ეხლა. ეხლა თამაშის დასასრული ვითამაშეთ ბოლოს დადგა ბატონმა რობერტმა გენერალური სპექტაკლი, იქ სხვანაირი როლი მაქვს. თავისუფალ თეატრში რიჩარდ მესამეს თამაშობ. შენთვის რომელი უფრო რთულია, მაყურებლის გაცინება თუ მაყურებლის ატირება? ორივეს იმდენი შრომა ჭირდება. ზღვა ენერგია ჭირდება ორივეს, გაცინებასაც და ამასაც. რომ შეიძლება ხდებით ხომ ეგ წონაში ვიკლებთ. ასე არის ჩვენი პროფესია. დაუნდობელია. დათოს შეეძლო მაყურებლის გაცინება მარტივად შენს პერსონაჟს. ესე იგი, ხელის მოწერა, ჯვრის წერა, მანქანა, ვიდეო, მუსიკა, ბიჭის მეჯვარე, გაიგე? გოგოს მეჯვარი ვარ, მე დაგასწარი. ცხოვრება შენ მარტივად გამოგდის ადამიანების გაცინება თუ ცხოვრებაში ჰუმორს არ იღენებ? მეგობრებთან ხო, მაგრამ ოჯახში არ გამომდის. ოჯახში იმდენად უჟმური და მოდო ვარ და მძიმე ხასიათის რომ ხმა თუ ამოიღო, მაიგო იძახის საზეიმოთა გვაქვს საქმე. არც ეგეთი დალაგებული ხასიათი მაქვს, მეც მაქვს ცოტა ჭიდები მეცამო.